Იდან დიდი მარხვის ბოლო კვირა დაიწყო მართლმადიდებლური სამყარო ბნების კვირას მძიმე მარხვით აღნიშნავს სამით მორწმუნენი წუხელს გამოთქვამენი ბნების გამო, რომელიც ქრისტემ კაცობრიობის ცოდობის გამოსასყიდად გადაიტანა. Ყველა მოქმედ ტაძარში მთელი კვირა სახარება იკითხება. ბნების შვიდეული ბოლო კვირა, რომელიც მაცხოვრის ამ ქვეყნიური ცხოვრების ჯვარცმისა და აღდგომის გახსენებაა. ამ კვირის ყველა დღეს დიდი ჰქვია. ქრისტიანული ეკლესია ბნების კვირას მძიმე მარხვით აღნიშნავს, ნიშნად წუხილისა. დიდი ორშაბათი ტაძარში სახარებიდან იმონაკოც კითხულობენ, როდესაც მაცხოვარმა იერუსალიმში შესვლისას უნაყოფო ლეღვის ხენახა. თითოეულ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ თუ ის ნაყოფს არ გამოიღებს რწმენისას, ნაყოფს არ გამოიღებს სიყვარულისას, ისიც უნაყოფო ლეღვის ხეს ემსგავსება. ამიტომ კიდევ ერთხელ ახსენებს ქრისტიანს, რომ დაიწყოს სინანული, განსაკუთრებული სინანული დიდ ორშაბათს. დიდი სამშაბათი მღვდელმსახურნი მორწმუნეებს 10 ქალწულის ამბავს უამბობენ. სახარება მართლმორწმუნეებს ასწავლის, რომ მათი სანთელი მუდამ უნდა ენთოს. დიდ ოთხშაბათს კი ტაძარში მარიამს ადიდებენ, რომელმაც იესოს ნელსაცხებელის ცხო. საიდუმლო სერობა დიდი ხუთშაბათი, იუდას მხილება და პირველი ზიარება. მაცხოვარი 12 მოციქულს ფეხსბას და მსახურებას ასწავლის. დიდი პარასკევი გლოვის დღე, უფლის ჯვარცმის და გარდამოხსნის. ქრისტეს წამებამდე კი იყო გეთსიმანიის ბაღი, სადაც იესო გასცეს. მას არ უთქვავს იუდა ისკარიოტოც, რომ ეს არის ქრისტე, არამედ ფარისეულებს და სინედრიონის წევრებს უთხრევ, რომ რომელსაც მე ამბორს უყოფ, ის იქნებაო. მივიდა და ამბორს უყო და ამბორის ყოფით გასცა მაცხვარი. ესე იგი, ამბორის ყოფა არის სიყვარულის ნიშანი, მოკითხვის ნიშანი. და იუდამ აქ ყველაფერი უკუღმა გამოიყენა, ამბორს უყო და ამთი გასცა მაცხოვარი. იყო პილატე და ხალხი, რომელმაც მაცხოვარი ბარაბაზე გაცვალა. ხალხი, რომელმაც დიდებით მიეგება და ოსანა უგალობა, იგივე ხალხი ყვიროდა, რომ ჯვარსაცვიო. პილატემ ებრაელებს უთხრა, რადგანაც ჯვარზე უნდა გაეკრათ ქრისტე და უნდა დაესაჯოთ ბარაბად და ერთ-ერთი მათგანი შემიძლია, რომ გავანთავისუფლოთ, თქვენ რომელი გინდათ და ხალხი ეუბნება, რომ ბარაბა, ხოლო ქრისტეს რა უყო და კიდე ღაღადებს, რომ ჯვარსაცვი. დიდ შაბათს იესო დაკრძალეს. კვირის ბოლო დღე მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ზეიმობს. იღებება წითელი კვერცხის სიმბოლოდ დაღვრილი სისხლის და მარადიული სიცოცხლის.